მოგესალმებით ამიგოებო, ჩემი სახელია რეზერგი და ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ შედარებით განსხვავებული სტილის ვიდეოს, განსხვავებულ საკითხზე იმასთან შედარებით, რასაც ვაკეთებ ხოლმე. დღესდღეობით შევეხები ერთ-ერთ ჩემსაყვარელ ჰობს, რაც საკმაოდ დიდი ხანია უკვე მაქვს, რომელიც შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში ჩემი ბავშვობის მეგობრის დახმარებით. ბავშვობაში მყავდა ერთი მეგობარი, რომელსაც ყოველთვის უნდა რომ მოდის სამყაროში, მოდის სფეროში წასულიყო გამიგე, მაგრამ ეგ სფერო ისეთი არის, რომ თუ იმენაც როჩი ადამიანი რაღაც არამქვეყნიური ვიზუალით არ ხარ დაჯილდოებული და ბევრ რაღაცაში არ გაგიმართლა, ფაქტიურად შეუძლებელია, ხო ხვდები, მაგ სფეროში წახვიდე რა. ხო და მე მყავდა ბავშვობაში ერთი მეგობარი, გოგო რა თქმა უნდა, რომელსაც მაგ სფეროში წასვლა ძალიან უნდოდა, მაგრამ რომ მიხვდა რამდენად უსამართლო შეიძლება ეგ სფერო იყოს, მე მალევე გადაიფიქრა და მე იფიქრა დიზაინერობაზე, ბევრ რაღაცაზე ფიქრობდა. ბოლოს კი ყველაზე მეტად რაც მოეწონა და რაშიც იპოვა თავისი თავი, ჯერ კიდე სკოლის სასაკიდან რომ ახსოვს, ეგ იყო პარფიუმერი. ანუ ჩათვალეთ მარტივად რო ახსნა სუნამოებს ვინც აკეთებს, ხო ხვდები რა ადამიანი. ხო და ეს ძალიან მოეწონა რა ეგ რაღაცა და ხო და ბავშვობაში ყოველთვის ძალიან ბევრს ლაპარაკობდა ხოლმე მაგაზე. აი სკოლაში ძალიან კარგად მახსოვს 1000 რაღაცას მიმოიხილავდა ხოლმე, 1000 თემას ეხებოდა ხოლმე და წლების მერე სკოლის დამთავრების მერე რო ნახე, რო ვკითხე, აი რაშვები როგორ ხარ, რომ მოვიკითხე როგორ მიდი საქმეებით რაღაცა, რომ მითხრა რომ ეგ გამოვიდა რაც ამ დროის განმავლობაში უნდა და ძალიან გამიხარდა, ხო ხვდები, ძალიან რაღაცა მაგარი მომენტი მქონდა რა. აი მეთქი რომ ვა რა მაგარია, ხო ხვდები, შენი ბავშვობის მეგობარს რომ რაღაცა ოცნება გამოუვა და თავის მიზნებს მიაღწევს, ეგ ხო ძალიან ბევრს ნიშნავს და შენ შეიძლება გაგიხარდეს. ხო და ამ გოგოს დახმარებით, კაროჩე, ჩემ ცხოვრებაში ძალიან ხშირად იყო ხოლმე რა ეს ზოგიერთი სუნამოები, ზოგიერთი რაღაცა და ხო ხვდებით რაღაცას ვამბობ. სულ მაგაზე ლაპარაკობდა ხოლმე, აი ბავშვობიდან ახტაცებული იყო კაროჩე რა მაგ რაღაცეებით. ხო და რატო ჩამოვაგდე ეს თემა? საერთოდ ეს ბოლო დროა შევატყე. ანუ კაი ხანია უკვე არის ბევრი რაღაცა, ეს ვიდეო ცოტა შემეცნებითიც იქნება, ცოტა ჭკუისწავლებაც იქნება და ბევრი რაღაცა თავი დამოლო და მეც არ ვიცი რა როგორ მოვასწრე, რომ დავიწყებ ლაპარაკს და სადამდეც მივალთ ყველა ვნახავთ რა. საერთოდ ეს რჩევა და ეს ვიდეო შეეხება გოგოებს, ბიჭებს, ახალგაზრდებსაც, საშუალო ასაკისაც და დიდი ასაკის ადამიანებსაც. საერთოდ ხალხო, ეს ბოლო დროა რაც დავამუღამე, სოციალურ ქსელებში შემოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან გაჩვენებენ თავს, რომ რაღაც ენთუზიაზმით არიან გატენილი ზოგიერთი საკითხის მიმართ რა არა და მაგათ თვალებში წვეჩი აი ფულის დოლარის საინების მეტი არაფერი არაა, ხო ხვდები. ხო და მე მინდა ეხლავე გაგაფრთხილოთ მაგაზე, რომ საქმის კუში იყოთ, იცოდეთ რა ხდება და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და ეს ბიზნესი. ყველაზე კარგი მაგათი რაც შემიძლია მოვიყვანო, როდესაც საქმე სუნამოების გაყიდვას, სუნამოების რჩევებს ეხება და ეხება ასე ვთქვათ მარკეტინგს, ხო ხვდები, რას როგორ განათავსებ და შენი პროდუქტი როგორ მიგაქვს შენ მომხმარებლამდე. აი მოდი თქვათ, კარგი მაგალითი ხო? მანქანა რამდენად მაგარიც არ უნდა იყოს, როდესაც მიდიხარ სადილეროში, მოდის ერთი ადამიანი და გიხსნის, ხო ეგრეა. ამ მანქანის ძლიერ მხარეებს, რითი განსხვავდება, როგორ იმიჯს გამოაჩენს შენი, როდესაც მაგ მანქანით სხვასთან მიდიხარ, რას იფიქრებენ სხვები და ბევრ რაღაცას გეუნება რა. ანუ აი ფაქტიურად ტიპი მანქანა სხვა განზომილებაში გაყავართ შენ და ეგ მანქანა და გიასნებს იმენას ასაცილოდ რომ ვთქვათ, რამდენად მაგარია ეგ მანქანა. და ტიპი ყველანაირად ცდილობს რომ ეფექტი მოახდინოს შენზე, რომ აი ლიჟბი რამენერად გაყიდინოს ეს მანქანა. რატოა ეგრე? ვიცი თუ არა ეგრე? აი გინდა გოგოებს, გინდა ბიჭებს კითხავ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ მანქანას გაყიდის მაგას და რაც უფრო კარგად გაიყიდება ეგ მანქანები, მანდედან ეგ ადამიანი მით მაგებს ყიდის, ეგ ადამიანი იღებს ბონუსს, იღებს კატს. მოდი ვთქვათ ეგ არის 3%, 7%, შეიძლება ორნიშნაც იყოს 12% და ასე შემდეგ, ხო ხვდები. დაახლოებით ეგრე მუშაობს სუნამოები. უმეტესი ადამიანი ვისაც დღესდღეობით გინდა ქართველი აიღეთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ვიზე იფიქრებთ რა. გინდა ქართველი აიღეთ, გინდა უცხოელი, უმეტესი ადამიანი როდესაც მოდის და ტიპი პირველ რიგში ამ ყველაფერს რატო გეუბნებით, იცი? მე სუფეხებზე მკიდია, მე მაგაზე არ დავისკამები, ხო ხვდები რა, მაგრამ თქვენთვის გეუბნებით რომ არ დაისკამოთ, მთლად არ ისკამებით, მაგრამ ტყუდებით, გამიგე? ხო და მინდა იცოდეთ ეგ ბიზნესი როგორ მუშაობს და ეგ ყველაფერი, რომ საქმის კურსში იყოთ რა ხდება. როდესაც ესე ტიპები გამოდიან ხოლმე და კამერის წინ ჯდებიან და გეუბნებიან რომ აი რაღაც სუნამოს აიღებენ, ხო? სასაცილოდ რო ვთქვათ, ცივი ჩაი ავიღოთ, მოდი. ეს ცივი ჩაი და ტიპები გეუბნებიან რომ აი ეს ცივი ჩაი, აი გეფიცები გოგოებს აგიჟებს, აი გეფიცები აი მუხლებზე დააჩუქებს შენ წინ რა, ხო აზი ხარ და ეგრე რო გებაზრებიან. ეხა გითხრათ ეგ ყველაფერი როგორ მუშაობს. ეგ ადამიანები საერთოდ ძირითადად მაღაზიებისგან, ან სოციალური ქსელებისგან, საიტებისგან იღებენ კაროჩე რეფერალ ლინკებს, ხოლო ამ რეფერალ ლინკების დახმარებით, რაც უფრო მეტი ეგ სუნამო გაიყიდება, ტიპები უფრო და უფრო დიდ კატს იღებენ, ანუ პროცენტს იღებენ მაგისგან. მაგალითად, ტიპმა რომ მოვიდეს და გითხრას, რომ აი ეს სუნამო, კაროჩე, გეუბნება რა ბიჭს, რომ აი ეს სუნამო დიორ სავაჟი, კაროჩე, გოგოებს აგიჟებს, გოგოებს აი მუხლებზე დააჩოქებს შენ წინ და ისეთ რაღაცებს, აი რაღაც ისეთ რაღაცებს გეტყვის, გეფიცები, რომ აი
გაგიждები, короче, რა, ანუ აი შენ პორნოში რო არ მოგაფიქრდება რამის ღმერთს მიცავარ ადამიანს, პორნოს რეჟისორი რომ მოიფიქრებს, გეფიცები რა, ისეთ რაღაცებს გეტყვის და ისეთ სიტყვებს დადროფავსო, აი შეიძლება ხელოვნების დონეზე დაგანახოს ექსუნამო არ და ეგეთი განსაკუთრებულიც არ არის ხალხო. ექსუნამოები დამიჯერეთ და ეგეთი დიდი გავლენა და ეგეთი დიდი ეფექტი ადამიანზე არ აქვს. კი, რა თქმა უნდა, არიან ძალიან გაგიჟებული ადამიანები, მაგრამ უმეტეს ადამიანს ვაფშე სუფეხებზე კიდია ეგ, ხო ხტები რა. ასე რომ, რის თქმა მინდა და რის თქმა ვცდილობ. ნუ მოატყუებინებთ ვიღაცას თავს, გამიგე? ეგ ადამიანები, როდესაც გამოდიან და ეგ რეკამერის წინ ჯდებიან და გელაპარაკებიან, განსაკუთრებით ძალიან ბევრი შემნიშნე ეს ბოლო დროა სოციალურ ქსელებში ხა. კონკრეტულად არ ვიტყვი ხო ხდები სად და როგორ და ვინ რა, მაგრამ ძალიან ბევრი შემნიშნე რომელი ადამიანიც ეგრე აკეთებს, კაროჩე ყველაფერს და ტიპები ცდილობენ რომ მაქსიმალურად აი გაგიჟონ ხო ხდები და ისეთ დონეზე გაყავთ გეფიცები რომ გეგონება მართლა აი რა სიტყვასაც იხლა დავწერ მართლა ადამიანმა რომ უსუნოს აი მაგას განიცდის რა, მაგრამ ეგრე არ არის გამიგე? ტიპები ცდილობენ პროსტა რომ ლამაზი სიტყვებით და საოცარი სიტყვებით შენზე მოახდინონ შთაბეჭდილება, რომ ამ შთაბეჭდილების ხარჯზე კაროჩე შენ გადაწყვიტე რომ ექს უნდა მოიყიდო რა. არა და ექს უნდა მოგეფიცები, რო ნახავ, ეგეთი მაგარიც არ არის როგორც ეგ ამბობს და არც სხვები გაგიждდებიან ეგრე დამიჯერე როგორც ის გეუნება რა. პროსტა ეგ ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეხა შეიძლება იყოს და ჩაითვალოს იმ ადამიანის ფანტაზიად და ეგ ბაზარია ნორმალურია, მაგრამ ძირითადად ეგრე მუშაობს რა. როდესაც ადამიანი არის გაყიდვების ექსპერტი, სეილსმენი და იცის როგორი მუშაობს ამ ყველაფერზე, ტიპი ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი გაყიდოს ეგ პროდუქტი და რაც შეიძლება მეტი შემოგატენოს რა. ზუსტად მაგის ხარჯზე ეგ ადამიანები მე იღებენ თითოეული სეილიდან, ანუ თითოეული გაყიდვიდან cuts. ხო ხდებით რაც ვამბობ. ასე რომ ყველაზე კარგი არის, რომ არ დაუჯეროთ ეგეთ ადამიანებს, ან ყოველ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე გადაწყვეტილება არ მიიღოთ და blind buy არ გააკეთოთ. ნუ blind buy რაცა ყველა მიხვდებით ეგრევე სიტყვების თანმიმდევრობის მიხედვით, რა თქმა უნდა, რომ აი ბრმად არ იყიდოთ, კაროჩე სუნამო რა. ჩემი ყველაზე კარგი რჩევა რაც არის, მაღაზიაში რომ მიდიხართ, ქართულად არ ვიცი მაგას აქვია, ფლაკონი თუ რაღაცა ხო, მთლიანად ყუთს, ფექს, რაც არის ბოთლი ხო, არსი გარიყიდოთ დაჟე მთლიანი. ყოველთვის სანამ სუნამოს იყიდით რაღაცა პატარას, მიდით, იყიდეთ პატარა, რაც შეიძლება პატარა, travel size ქვია მაგას თუ არ ვწდები, რომელიც შეგიძლია ხელის ჩანთაშიც კი ჩააგდო. გეკნება ერთი კვირა იგან, რამდენიმე 1-3-4 დღე გეყოფა, მიხვალ, გატესტავ როგორია, ერთი კვირა მაინც გეკნება. მოგეწონება, შეგიძლია ყოველთვის დიდი იყიდო, ხო? პირველ რიგში ამ ვიდეოს რატომ აწერ ეგ არის, რომ ძალიან გული მწყდება ხოლმე, როდესაც ხედავ ადამიანებმა როცა არიციან რაღაცა, რა მარტივია მაგის მოტყუება, ხო ხდები? აი, ჩემი ქართულის მასწავლებელი ამბობდა ხოლმე, რომ უხეშად ვიტყვი მაგას, მაგრამ გაუნათლებელი ადამიანის მოტყუება ყოველთვის ძალიან მარტივიაო რა. ხო და აი ადამიანმა როდესაც რაღაცა სფერო არ იცის და პირველად შედის მაგ სფეროში, აი მაგათად ახალგაზრდა 16, 15, 18 წლის ბიჭები ხო, როდესაც შედიან მაგაში და აი უკვე კლუბში საგულაოდ სიარულს იწყებენ და რაღაცა, ტიპები დასერჩავენ ტოპ-10 საუკეთესო სუნამო და ვიღაცაა გამოვარდება და გამარჯობა. დღეს ამ ვიდეოში განახებთ ესეთ სუნამოებს, რომელიც გოგოებს დააჩოქებს, ან რომელიც ბიჭებს გააგიჟებს, გამიგე? არა, არ არის ეგრე რა. ყველაზე კარგი რაღაცა რო არჩიო შენი სუნამო. როგორც თქვი, იყიდო ყველაზე პატარა, travel size-ი. ყველაზე პატარა სუორთები travel size-ი ქვია თუ pocket size-ი. ნახო, სუნამო როგორია და მერე ჯობია რომ ფული გქონდეს, ვიდრე სუნამო, გამიგე? და თუ ფული გაქვს, მერე მაგის და მიხედვით გადაწყვეტ, გინდა თუ არა დიდი იყიდო და რამდენად მოგწონს ეგ რაღაცა და რამდენი გიღირსო მაგ სუნამოში გადაიხადო. ასევე, რატომ უნდა გააკეთო ეგ? მოდი ახსნათ, კაროჩე. ბევრი სუნამო არის ისეთი, რომ როდესაც მიდიხარ, ხო, აი მოდი თქვათ მაღაზიაში, ხო, გინდა აიღე, რავი, ყველაზე კარგი საქართველოში რაც მახსენდება არის, ისიპარი და ლუტესია, ხო? როდესაც მიდიხარ მან და სუნამოს ისხავ, სუნამოს აქვს რამდენიმე ნაირი სუნში გადასვლა, კაროჩე რა, რამდენიმე stage-ი ასე ვთქვათ, მოდი გეიმინგის ენაზე რა ვთქვათ. და ის რომ აი გეიმერებმაც გაიგონ, ხო? ყველა სუნამოს აქვს ძირითადად რამდენიმე stage-ი. ზოგიერთი თავიდან არის ძალიან ძლიერი და მერე მსუბუქში გადადის, ან ზოგიერთი ვაფშე სხვანაირად იცვლის სუნს რა. ასე რომ უმეტესი სუნამო, რომელიც არის ბევრი რითიც ცდილობს ეფექტის მოხდენას ყიდველზე, ეგ არის რომ თავიდან არის ძალიან მაგარი და მერე ძალიან ბანძდება. კი არის ზოგიერთი ისეთ სუნამოები, რა თქმა უნდა, რომ ზოგიერთს ეგ აწერია კიდევაც და მაგას არც მალავენ, მაგრამ ზოგიერთი ეგრე არ არის, ხო ხდები? ან შეიძლება ზოგიერთი სუნამო თავიდან კარგი იყოს და მერე გადავიდეს ისეთ სუნში, რომ შენთვის, რავი, სასიამოვნო სულ არ იყოს. ზუსტად მაგითო გეუნებით, რომ ყველაზე იყიდოთ ყოველთვის ყველაზე პატარა, გატესტოთ როგორია 1 საათის მერე თავიდან, 2 საათის მერე 6 საათის მერე თუ ძლებს მაგდენი ხანი დავიწყოთ მაგით. გატესტო მაგით როგორია, ყველაზე პატარა, რაც შეიძლება რომ 1, 3, 4 დღე მაინც გეყოს. ხოლო ამის და მიხედვით გადაწყვიტო, რამდენად მოგწონს, რამდენად გინდა, რომელი რა სიტუაციაში გჭირდება და ასე შემდეგ. როგორც თქვი, როდესაც ადამიანი გამოუცდელი ადამიანი რაღაცა სფეროში შედიხარ და მოდი ვთქვათ YouTube-ზე სერჩავ რაღაცას, ხო, ან TikTok-ზე სერჩავ, ხო? დაიმახსოვრეთ, ეგ ინფლუენსერები, ხო? ხალხო, ჩათვალეთ არიან, შეიძლება ითქვას, რომ არიან
უხეშად ვთქვათ მოსყიდულები, ხვდები? ანუ მაგათ ფულს უხდიან მაგისგან. ასე რომ მაგათი აზრი დამიჯერეთ ჩემი აზრი, ეხა უხეშად რო ვთქვათ, ბევრად მნიშვნელოვანია და ბევრად სწორი და ბევრად უფრო გულწრფელი, ვიდრე მაგათი, იმიტომ რომ მაგათ მაგის თქმაში ფულს უხდიან. და მე კიდე ამაში კაპიქს არავინ არ მიხდის, ხო ხვდები? და მე პირველ რიგში რატომაც ვწერა ამ ვიდეოს, ეგ არის რომ არ მინდა რომ თქვენ დარჩეთ მოტყუებულები რა. ხალხი ხა სუნამოებზე ხალხი რო გიждდება, ეხო ყველამ კარგად იცით, განსაკუთრებით რავი, ანუ რა მე მაგალითად ვაფრენ რა. ხო და თქვენც აი ეგ რეკომენდაცია მექნებოდა თქვენთვის, რომ არ მოტყუდეთ ეგრე მარტივად, განსაკუთრებით იტყუებიან TikTok ინფლუენსერები, აი წვეჩი ძალიან აი დაბიო საქციელი მინახავს წვეჩი TikTok ინფლუენსერებისგან, ძალიან დაბიო, რომ ლიშპი იმენა გააკეშონ, კაროჩე, თავისივე მომხმარებელზე და თავისივე უბრალოდ მაყურებელზე და თავისივე კაროჩე ხალხზე რა. და ის კიდე მე ის კომპანიები მომხმარებელს იძენენ მაგით. ეგ რეფერალ ლინკები რაც არის, ეგენი მაგისგან ან კოდები რაც არის, ეგენი მაგათგან იღებენ კატს, ფასდაკლებებით და რაღაცებით და ზუსტად მაგით ვაკეთებენ ეგეთ რეკლამებს რა. დაჟე შეიძლება კი, სიმართლესთან ახლოს იყოს, აი მოდი თქვათ, ვიღაცა ინფლუენსერი თუ ამბობს, რომ აი ყველაზე მაგარი სუნამო არის რავი, რომელი გინდათ, Light Blue მაგალითად დოლში გაბანასი, ხო? შეიძლება მართლა მოსწონდეს მაგ influencers ან content creators ეგ სუნამო არ ვიტყუები, აკედა არ ვამბობ, რომ ეგრე არ არის. შეიძლება მართლა მოსწონდეს, მაგრამ ტიპ ისე გამოაჩენს გეფიცები, რომ რაღაცა აი ამ განზომილებიდან არაა, კაროჩე, ეგ ნივთი გამიგე და ეგრე არ არის. ეგეთი დიდი გავლენა და ეგეთი დიდი ეფექტი მაგას არ აქვს და ვერც რაფერს ვერ გააკეთებს, ხო ხვდები, ანუ სუნამომ შეიძლება გარკვეულ დონეზე კონფიდენსი მოგიმატოს და შენთან ოდნავ ჩავლა სასიამოვნო იყოს ან გადაკოცნა რაღაცა ეგეთი, ხო ხვდები და უფრო კარგია, რა თქმა უნდა, ადამიანი მოწესრიგებული რო არის, ეგ მესმის რა, მაგრამ ეს სიტყვების გადამეტება რო აი რაღაცა სასწაულია და საოცრება, შეიძლება ეხა ერთი რაღაც აღწერო ეგრე, მაგრამ ხო ხვდები, ეგეც ესე რენდომად უცბად მეგობართან, მაგრამ ძირითადად ეგ მაგ ყველაფრის მიზანი რაც არის ეს და ქეშისგანაა ეგ ყველაფერი გამოწვეული. ხოლო ამ ვიდეოს მიზანიც ეგ არის, რომ არ მოტყუდეთ განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოები და ახალგაზრდა ბიჭები, ახალ ძირითადად უფრო მაინც ახალგაზრდებზე იქნება რა. ხა ადამიანები, რომლებიც 23, 22, 25 წლის ძირითადად უკვე გოგოები, ქალები და კაცები ხართ, ხო? უკვე გეცოდინებათ ეგ სფერო რა, როგორი არის ხა ადამიანი როდესაც უფრო დიდი ხარ, გინარგინა ცხოვრებისეული გამოცდილება და ყველანი გამოცდილება უფრო დიდი გაქვს, ხო ხვდები რა. როგორი სად სიტყვაზე ფული როგორ დახარჯო, რანაირად უნდა დახარჯო, ასაკთან ერთად ადამიანი ბევრ რაღაცას სწავლობ. და ეგრე მარტივად არ ტყუდები ფულს როცა ეხება საქმე და ასევე იცი რა მოგწონს და ფულს რაში იხდი. ხოლო აი ახალგაზრდა პატარა გოგოები, რომლებსაც არავინ არ ყავთ, რა ის სიტყვაზე რჩევა მისცენან, ახალგაზრდა პატარა ბიჭები, რომლებიც გონიათ რომ ხო ხვდები, სუნამო იმენა რაღაცომღაც გოგოებს დააკერინებს, რაც იმენა წეჭის სასაცილოა. კაროჩე, მარა ეგ ინფლუენსერები მაგასაც ამბობენ, ეხა რა თქმა უნდა რა, მარა ზუსტად მაგითო გეუნებით, კაროჩე, ეგ ეგრე არ არის. ეგ ყველაფერი ჩვეულებრივი ტყუილი. სუნამო მაქსიმუმ პატარათი კონფიდენსი მოგიმატოს და დამთავრდება ეგ ყველაფერი მაგით. ხოლო დანარჩენი რავი, რჩევა რაც არის ეგ არის, გაუფრთხილდით თქვენ ჯიბეს, გაუფრთხილდით თქვენ საფულებს, თქვენ ფულს რა თქმა უნდა და ნუ მოტყუდებით ეგრე მარტივად და ნუ მოექცევით სხვა ადამიანის ზეგავლენის ქვეშ ეგრე მარტივად, გამიგე? იმიტომ რომ ადამიანის გავლენის ქვეშო ხარ, ფაქტიურად ხარ მაგის კონტროლში და იმას შეუძლია რაც უნდა ის გაგაკეთებინოს. აი ყველაზე კარგი მაგალითი რო ვთქვა, ხო აი მარკეტინგის საერთოდ როგორ რაღაცა იცი? როგორც კი ეგ ინფლუენსერები მაგას თავისი მარკეტინგი აქვს, განაეგენი. კარჩი ხა ადამიანი ესე სუფთად რომ დადგეს და პროსტა რჩევა გითხას, ეგ ბაზარი არაა, მაგრამ ეგ ყველაფერი რაც ეგენი აკეთებენ, როგორც კი ხდება ფულის გამო. ხო გამიგეთ რასაც ვამბობ? ხო და რას ვამბობდი ხა რა? ეგ ინფლუენსერები და საერთოდ მარკეტინგი როგორც მუშაობს, რეალურად ფაქტიურად არის წყალში რო არის ხოლმე აღარ მახსოვს მაგას აქვე სუმა ვიწყდება რა მორევი. აი წარმოგიდგენთ დიდი მორევი, ხოლო შენ ადამიანი მომხმარებელი ტიპები ყველაფერს აკეთებენ რომ მაგ მორევში მოგაქციო, ხვდები? და შენ რაც უფრო ღმად შეტოპავ მაგ მორევში და მაგათ ფსიქოლოგიაში კაროჩე ვარდები, უფრო და უფრო რთული ხდება, ხვდები? იქიდან გამოსვლა და ანუ ესე უკან ვეღარ გამოდიხარ, გამიგე და უფრო და უფრო ღმად შეტოპავ. და ბოლოს უკვე თუ თავიდან ბოლომდე მორევი ჩაგითრევს, ჩათვალე მორჩა უკვე სამუდამოდ მაგათი ხდები და მანდიდან უკან დაბრუნება შეუძლებელია. ხო და ზუსტად აი ეგ არის რა, ინფლუენსერების, კონტენტ კრეატორების და ეგეთი ხალხის ზეგავლენის ქვეშ, რომელი ადამიანებიც პირველ რიგში მაგას ფულის გამო და მარკეტინგის გამო აკეთებენ, ნუ მოექცევით მაგათ ქვეშ და მაგათი სიტყვების ქვეშ ეგრე მარტივად რა. დაიმახსოვრეთ. ბიჭებს გეუნებით ახალგაზრდა ბიჭებს, რომ სუნამოები გოგოებს ვერ დაგაკერინებთ, ეგ არავინ არ მოგატყუოთ. და იგივე შემიძლია გითხრათ გოგოებსაც თუ ვინმე არსებობს ეგეთი გოგო, რომელიც მარტო იმის გამო ისხავს სუნამოს, რომ ბიჭებს თავი მოაწონოს, ხო ხვდები, ეგ ეგრე არ არის რა. სუნამო არის ისეთი რაღაცა, ჩემი აზრით, ადამიანმა, რაც პირველ რიგში შენ უნდა ხსიამოვნებდეს, რომ ეგ სუნი ხო ხვდები, შენი signature sent-ი არის, მოდი შეიძლება ითქვას და შენი ნაწილია, შენ ხსიამოვნებდეს
და გარკვეულ დონეზე შენ გარშემოთ რაღაცა სასიამოვნოს უნდა იყოს, ხო ხტები, რაც ადამიანს შეიძლება გაუსწორდეს, მაგრამ ძალიან ისეთი არა, რომ აი ძალიან ისეთი ხო ხტები, კონკრეტულ სიტყვას ვერ ვიხსენებ ქართულად რა, რომ აი ხო ხტები ხალხი შეაწუხოს შენ გარშემო. ასე რომ პირველ რიგში რაღაცა იმიტომ გააკეთეთ, თქვენ მოგწონთ, თქვენ გინდათ, ნუ მოიქცევით ეგრე მარტივად ადამიანების სიტყვების ზეგავლენის ქვეშ, გაუფრთხილდით თქვენ ჯიბეს და ყურადღება მიექცეთ ადამიანი, როცა რაღაცას გეუნებათ, რატო გეუნებათ რა. ყოველთვის ყველაზე მაგარი მაინც რჩევა იქნება, რომ როდესაც რაღაცა რჩევას იღებ ადამიანისგან, ისეთი ადამიანისგან აიღო რჩევა, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, რომელ ადამიანსაც მაგაში ფულს არ უხდიან, რომ ეგ რაღაცა გითხრათ. რომ ეგ ადამიანი სხვა თუ არაფერი თავისი გულიდან მაინც გეუნება, ხო ხდები და თავისი არჩევანიდან. და არა იმიტომ რომ ფულს უხდიან. ზუსტად ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა მიგოიგო. თუ მოგწონთ ესეთი სტილის კონტენტი, სვამოებით როგორც გითხარით, ჩემი ბავშვობის მეგობრის გამო ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი იყო ყოველთვის საგარკვეულ დონეზე. ძალიან მომწონდა ხოლმე მეც და რავი, თუ რაიმე საიმე სრული გაქვთ, რომ ესეთი კონტენტი გავაგზავნო, ან თქვენ გინდათ, რა თქმა უნდა, სვამოების რივიუები გავაკეთო, ყველანაირი იმის გარეშე რომ ვინმე მე ფული გადამიხადოს და გულწრფელი აზრები ჩამოგიყაროთ, ხო, აქ დაბლა ვიდეოში. მითხარით და დიდი სამონებით გადავიღებთ ესეთი სტილის ვიდეოებს ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ბავშვობიდანაც მეც ძალიან მიყვარს გოგოების რომები დაჭერე, ჩემთვის სულ ისეთი რაღაცა, რომელშიც ბიჭის და გოგოსი არ არსებობს, ხო ხტები რა, ანუ მე ორივე ძალიან მომწონს. ხო და რავი, თუ მოგწონთ ესეთი სტილის კონტენტი, გინდათ კიდე ნახოთ ან რაღაც ეგეთი, პროსტა მითხარით დაბლა კომენტარებში და თუ რაიმე საინტერესო რაღაცა გამოჩნდა, რაზეც აზრის დაფიქსირება მომინდა ან ვიდეოს გაკეთება, აუცილებლად გადავიღებ მაგაზეს ვიდეოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თავს გავუფრთხილდით და გელოდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.